გამარჯობა მეგობრებო, კუჭის მჟავიანობა. 60 წლის ასაკზე მეტი 30% მოსახლეობა სოფლიოში არის, ვისაც აჩუქებს კუჭის მჟავიანობა. ანუ საჭმელი ერთი ლუკმაც რო ჩამო, ვითომ გარეთ მოვა. ან მწარე აქვს გზა, საჭმელის გზა, სადაც საჭმელი მიდის. ეს საჭმელი არ გადამუშავდება და ამოდის ზევით. ზოგი ადამიანი ძილსით ამოდის ეს მწარე წყალი გარეთ. თქვენ რო შინძავს და მიდიხარ ექიმთან, გასინჯვას, რო ეძახიან, მე არ იკეტება ეს გზა. გზა არ იკეტება და იმიტომ გარეთ გამოდის ნაჭამი საჭმელი. და მე ეძახიან 90% ადამიანი შეცდება მაგაში, რომ ფიქრობს, რომ მე მჟავიანობა მეტი მაქვს, მაგისთვის სვამენ წამალი, რომ ეს ცაცხნარებული იყო. ეს სიტუაცია ქვია მეგობრებო, კლოჰაიდრია. სიტუაცია, რომელშიც თქვენ არ აგაქვს ის მჟავიანობა, რომელიც უნდა იყო. ეს ნახე 1-დან 14-მდე. ტუტე მჟავიანობა. ჩვენი კუჭის მჟავიანობა დაახლოებით 1-დან 3-4-მდე მაქსიმუმ უნდა იყო. და ეს იმდენად მჟავეა, რომ ბატარეები რო არის მანქანა. ეგეთი მჟავიანობა, მაგაზე მეტი მარტო იმ ბატარეებში არსებობს. 3 მჟავიანობაში რკინაც რო ჩადო, რამოდენიმე საათში ეს რკინაც დალპება. იმდენი მჟავეა ჩვენი კუჭში. საჭიროა ეს მჟავა. თუ ეს მჟავიანობა არ აგაქვს, აუცილებლად ზევით მოვა საჭმელი და ეს პრობლემა ვერადროს ვერ მოაგვარებთ. თუ გინდა ამ პრობლემის მოგვარება, 3 ნაბიჯი და სამუდამოდ ამ პრობლემის დამარცხვა შესაძლებელია. რო ეძახიან ექიმები ეს გზა რო არ იკეტება, იმიტომ არ იკეტება, ჩვენი ნერვული სისტემა ხო შეერთებულია ჩვენი თითო ორგანიზმზე. იქ საჭმელი არ გადამუშავდა, სიგნალი არ წავა, რომ საჭმელი გადამუშავდა, არ იქნება მეტ საჭმელი, ეს დაიკეტო. გაიხსნება და დაიკეტება. ნერვული სისტემა ვერ იმუშავებს. იმიტომ იმდენი მჟავა არ აქვს, რომ ეს საჭმელი გადამუშავდა. ის სიგნალი არ მიდის. მეორე შემთხვევა არის მეგობრებო, სტრესი. ადამიანი არის სტრესში, იმ ადამიანის ნერვული სისტემა არის არეული, ვერ გებულობს ნერვული სისტემა, საჭმელი გადამუშავდა, მშიერია, ნაჭამია თუ რა უნდა. იმიტომ ეს გზა სულ გია არის და საჭმელი ტრიალებს იქ. ერთი სიტუაცია, როცა ადამიანი ყოველდღე მაგის წამალი სვამს, ერთი დროც მოვა, რომ საერთოდ მჟავიანობა არ იქნება და იმ წამალის გარეშე ადამიანი ვერ სიცხოვრებს. ის წამალი არ ყურნალო, პირიქით უარესკისკენ ჩაგიგდებ. მაგის ყურნალობა არის მარტო, რომ ჩვენ ეგეთი უნდა შექმნა გარემო, რომ იქ იყო იმდენი მჟავიანობა, რომ ნაჭამი საჭმელი გადამუშავდე. არა მარტო საჭმელის გადამუშავებაში, თუ ნაკლებობა გექნება მეგობრებო მჟავიანობას, acid ჩვენი კუჭში, მაშინ C ვიტამინი, სხვადასხვა ვიტამინი და მინერალები ვერ გადამუშავდება. არ იქნება მაგის. ყოველთვის იმ C ვიტამინის ნაკლებობა იქნება და ვირუსები გარედან რომ მოდის, იმას ჩვენი იმუნიტეტი ვერ იცანით. ანუ მალე გაცივდები და ნაწლავშიც ცუდი ბაქტერიები უფრო მეტად იქნება ყოველთვის გაზრდილი და მერე სხვადასხვა დაავადებები მობნულია ამ მჟავიანობათან ერთად. საკმარისი მჟავიანობა თუ არ იქნება, ნაგველაც კარგად არ მუშაობს. არ უშვებს ნაგველა, რომელიც თქვენ საჭმელში ჭამს ცხიმი, იმ ცხიმის მეტაბოლიზმი არ კეთდება და მერე ქოლესტერინის იმატება. პლუს ეგეთი ვიტამინი, როგორც D ვიტამინი, ეს ცხიმში გადამუშავდება, ცხიმი ჭირდება მაგას. საკმარისი არ იქნება ნაგველა და ეს ვიტამინის ნაკლებობა სულ იქნება. იმიტომ ეს საერთო პრობლემებია, რომელიც მობნულია მეგობრებო კუჭის მჟავიანობასთან ერთად. ერთი პრობლემა SIBO, small intestine bacterial overgrowth. პატარა ნაწლავის, ანუ ბაქტერია overgrowth, ანუ გაზრდება, რომელიც თქვენ საჭმელი ჭამის მერე შებერილი იქნება. მუცელი იქნება გაბერილი. ცოტა ჭამის მერეც. ნახე, რამდენი პრობლემაა მარტო კუჭში მჟავიანო, რომ
არა გაქვს საკმარისი და მაგას არ შველის ბორჯომიდან ნაბეგლავის გაზიანი ან კოკაკოლები, პეპსი ეს არ შველით. თქვენ გეგონა დალევის მერე ცოტა კარგად ახარ, ან სოდაროს ვამ ცოტა კარგად ხარ. პრობლემის მოგვარება არ არის. პრობლემის მოგვარება არის მჟავიანობა მივიტანოთ იქამდე რამდენი საჭიროა 1-დან 3-მდე. ეს როგორ მოვიტანოთ? მოდი, გეტყვი. პატარა დეტალი კიდეა მეგობრებო. კალიუმი და ძინკი. ხანდახან ეს ორი მინერალი და ვიტამინის ნაკლებობის გამოც შეიძლება იყოს ეს კუჭის ნაკლებობა. იმიტომ კუჭის ნაკლებობა კი არა, კუჭში მჟავიანობის ნაკლებობა. ძინკი ყოველთვის დაგეხმარება, რომ საკმარისი მჟავიანობა გააკეთო ჩვენი ორგანიზმმა ბუნებრივად და კალიუმი მაგას იკონტროლებს ყოველთვის. აწუხებს წყლული იმ ადამიანის გარეში, ვისაც უხეეს მჟავიანობა ყველასთვის ეს კურნალობა სახლის პირობებში შეიძლება გააკეთო. პირველი არის რამოდენიმეჯერ როგორც ადრეც გითხარი, ვაშლის ძმარი დაგეხმარება კუჭის მჟავიანობის ბუნებრივად დალაგებაში. ერთი კოზი სუფრის საჭმელის წინ, ანუ ორჯერ უნდა ჭამოს საჭმელი ადამიანმა, ორი დიდი საჭმელის წინ, ერთი დილით, ერთი კოზი ვაშლის ძმარი, დაახლოებით 9 საათი წინ მერე ჭამე საჭმელი, ისევე საგამოთი. მეორე, არსებობს დანამატი BHCl, betaine hydrochloride. პეპსინთან ერთად იყიდება ეგეთი შეფუთვებში. შეგიძლია 600 მგ, 700 მგ-დან დაიწყოთ, ერთი ცალი დილით, ერთი ცალი საგამოთ და მერე ნელ-ნელა მოიმატო. დილით 2 კაფსულა, საგამოთი 2 კაფსულა. 2 კაფსულა დილით, 2 კაფსულა საგამოთ. ანუ 1400-დან 1500 მგ ერთი მიგებაში betaine hydrochloride. BHCl პეპსინთან ერთად იყიდება ეს. ოღონ ეს საჭირო არ იქნება თუ ვაშლის ძმარს დალევს საჭმელის წინ. კალიუმი ყოველთვის გინახია მეგობრებო, როცა ეს მჟავიანობა სავით გაწუხებს და ბანანი რო ჭამო, რაღაცა წყნარდება. იმიტომ კალიუმი შედის ბანანში, ნუში. ეგეთი ბუნებრივი საჭმელი ნახე სურათში, სადაც შედის კალიუმი. უნდა ჭამო მეტი. მესამე არის მეგობრებო, ცინკი. დაახლოებით 40 მგ-მდე ჭირდება კაცია თუ ხალია 20 წლზე ზევით. 40 მგ დღეში ეს უნდა დალია აუცილებლად. იმიტომ ეს კონტროლებს. მთავარი მინერალია, მთავარი ვიტამინია მეგობრებო, რომელიც კონტროლებს ამ მჟავიანობას. ბოლოს საჭმელი კარგად უნდა დაგეჭო. აიურვედაში წერია, რომ ერთი ლუკმა რო ჭამს ადამიანი დაახლოებით 32-ჯერ უნდა დაგეჭო. ანუ აიურვედაში ამბობენ, რომ წყალი იმდენად ნელა უნდა დალიო, რომ წყალი უნდა დაგეჭო და საჭმელი უნდა დალიო. ანუ თითო ლუკმა იმდენად უნდა დაგეჭო, რომ წყალისავით გახდე. მერე იმ ლუკმას გადამუშავებისთვის ნაკლებად მჟავიანობა ჭირდება. და ნაკლებად მჟავიანობა რო ჭირდება, ეს უფრო მალე გადამუშავდება. ცოტა დრო ჭირდება საჭმელი ჭამის. ზოგი ადამიანი კლაპავს საჭმელი კლაპავს, მერე უფრო ძნელია გადამუშავება მაგისი. ეს 4 ნაბიჯი იყო მეგობრებო, 100%-ით იქ არის კუჭში ნაკლებობა, არა მეტობა. ეს 4 ნაბიჯი გააკეთე და სამუდამოდ თქვენ შეგიძლია იკურნალოთ, ეს არ იკეტება, საჭმელი გარეთ მოდის და სულ იბოკინებს. მაგისი პრობლემა. იმედია მოგეწონება ინფორმაცია, გააზიარეთ მეგობრებში, გამოიწერე არხი, კარგად და ჯანმრთელად.